როგორ მუშაობს манифестация? ოღონდ манифестация, რომელიც არის დადასტურებული ნეირომეცნიერულად და არა манифестация, რომელიც უმოქმედობისკენ გვიბიძგებს და უბრალოდ რაღაცა ცეცხლების დანთებას ან კრისტალების ყიდვას ან მთვარის შუქზე რაღაც რიტუალის გაკეთებას გულისხმობს. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება გამოგადგეთ მოქმედებასთან ერთად, რომ უფრო დაიჯეროს თქვენმა ტვინმა, მაგრამ თუ მოქმედება არ იქნება, არაფერს არ აქვს აზრი და ეს რეალურად იქნება საკუთარი თავის მოტყუება, რომ ვითომ რაღაც გააკეთეთ და სამყარომ არ დაგასაჩუქრათ ან პასუხად არ გამოგიგზავნეთ შესრულებული სურვილი. მე მგონი ყველა გამოვედით იმას აკიდან, რომ თოვლის ბაბუის ჯეროდეს და ვიცით თოვლის ბაბუის მიერ ნაჩუქარი, ესე ვთქვათ, საჩუქარი რა მექანიზმითაც მუშაობს, ვიღაც მაინც მოქმედებს იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს საჩუქარი და იმისთვის, რომ უფროსმა დასრულმა ადამიანმა მიიღოს საჩუქარი, ასევე მოქმედებს ვიღაც და რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ თავზე და ეს ვიღაც გავხდებით ჩვენ, ანუ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც შევქმნით ჩვენი ცხოვრების დიზაინს, манифестацიის გამოყენებით გამოვირეცხავთ ტვინს და დავაჯერებთ საკუთარ თავს, რომ ეს მიზანი მართლაც შეეფერება ჩვენს ცხოვრებას და კარგია და გავფართოვდებით, დავიწყებთ მოქმედებას და მე სამყაროც ესე გვეგონება, რომ ხელს გვიწოდებს და რეალურად სამყაროს ქმედებები არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი მოქმედებების, ანუ ყველაფერი არის მიზეზ რაღაცა როგორც არის cost ეფექტი რა, ანუ მიზეზის და შედეგის კავშირი, ხო? არ არის ესე რომ აი ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, რომ ხო არსებობს გამართლება, აი რომ სადღაც წახვედი და იქ ისეთი შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ აი მთელი შენი ცხოვრება შეცვალა და არ არის ეს გამართლება. შენ გადაწყვიტე, რომ იქ წასულიყავი, შენ იყიდე იქ დასასწრები ბილეთი, შენ ჩაიცვი ისე, რომ ან კარგად ან ცუდად ყურადღება მიიქცია, შენ მიხვედი ადამიანთან და მიესალმე. აქედან გამომდინარე უმართლებთ იმათ, ვინც ბევრჯერ მოქმედებენ. მე თუ რაღაც მიზნის მიღწევას ვეცდები 5, 6, 7, 100, 120 სხვადასხვა გზით, გამომივე ჩემი ოცნების სახლს, ავაშენებ ჩემი ოცნების მანქანას, ვიყიდი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ვიმოქმედე და არა იმიტომ რომ თოვლის ბაბუა გამომიგზავნა ღმერთმა ან მთვარემ იმისთვის რომ შეესრულებინა ჩემი სურვილი. მოკლედ ცოტა რაღაცა ისეთი ბრაზნარევი ვიდეოსავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ძალიან გული მწყდება რომ ქართულ სივრცეში ძალიან გადატვირთული და გაუფილტრავი ინფორმაცია არის, რა არის სიტყვა манифестация და შეიძლება საერთოდ აი ადამიანს ისე გაუცრუონ იმედი ამ დაპირებებით, რომ იყიდე ჩემგან, არ ვიცი, თოკი ან ჭიქა და მე დაწერე ფურცელზე და აგისრულდება და ის ადამიანის ის და არაფერი არ სრულდება, რომ მე манифестациაზე და სამყაროზე ბრაზდება და მინდა რომ მეცნიერული სიტყვების გარეშე, იმიტომ რომ ესეთი ეპიზოდი არაერთი უკვე მაქვს ჩაწერილი YouTube-ზე, უფრო დასაწყისში და შეგიძლიათ ნახოთ. ავხსნა პირადი მაგალითებით, მე რა მომიტანა манифестациამ და რა არის манифестация ჩემთვის. რა არის манифестация ჩემთვის? ანუ რას ნიშნავს? манифестация არის საშუალება ტვინის გამორეცხვის, ტვინის გაფართოების და უკეთესი, ესე ვთქვათ, ცხოვრების შექმნის დამხმარე ხელსაწყო და манифестация თვითონ ესე ვთქვათ ეს მიმართულება როგორც ინსტრუმენტი შედგება ქვეინსტრუმენტებისგან, როგორიც არის მადლიერება, სიყვარული, სიკეთე, სიცხადე, მიზნების ჩამოწერა, ჟურნალინგი, დღიური, სიყვარულის გაგზავნა, მაღალი ვიბრაციები, ნეგატიური ინფორმაციისგან საკუთარი თავის დაცვა და შეზღუდვა. ანუ манифестация მე გამოვიყენე როგორც საშუალება, რომ ტვინი დამემუშავებინა და რეალურად ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგად იმოქმედა, იმიტომ რომ
ჩემ წრეში ყოველ შემთხვევაში როგორც მეგობრებში ისე ნაცნობებში და ოჯახის წევრებში ვფიქრობ მაშინდელი მდგომარეობით ეხლა ესე არ დავკვირვები ვარ არ ვიცი რაზე დაფუძნებით გამიფართოვდა ესე ტვინი თუ არა მანიფესტაცია სხვათა შორის ბევრი წიგნის კითხვა ამ თემაზე არა მანიფესტაციაზე არამედ დიდ ცხოვრებაზე მისიონერულ ცხოვრებაზე ადამიანების გაცნობა ისეთ კონფერენციებზე სიარული განსაკუთრებით კრიპტო AI blockchain მიმართულებით სადაც რამდენიმე მილიარდი ესე ვთქვათ ნეტვორკის მქონე ადამიანები დადიოდნენ მათზე დაკვირვება როგორები იყვნენ სტარტაპერები ან ადამიანები ვინც ძალიან დიდ სასარგებლო პროდუქტებს ქმნიდნენ უფრო პროგრამირების და AI ნაწილში ხო დავაკვირდი ამ ადამიანებს ვერ დავაკვირდებოდი თუ არ დავინახავდი თუ წესვლის საშუალება არ მექნებოდა მაშინ ვიდეოები უნდა მენახა ანუ YouTube კონტენტით ტვინის გამორეცვა ფიზიკური კონტენტით ცხოვრებით ტვინის გამორეცვა ეს არის მანიფესტაცია და ჩემ შემთხვევაში დაიწყო იმით რომ მივხვდი ადამიანები ცხოვრობენ დიდი ცხოვრებით და თუ ცხოვრობს ეს ქალბატონი დიდი ცხოვრებით რომელიც მშვენიერია რომელიც არის ჩემი მეზობელი ქვეყნიდან მოლდოვიდან და გვაქვს ესე ვთქვათ მეტნაკლებად ერთნაირი საწყისი წერტილი როგორიც არის 90-იანები ან ვიღაცა უკეთესი ქვეყნიდან ან არ ვიცი უფრო ცუდი მდგომარეობაც რო აქვს ხო დღეს ან თუნდაც მამაკაცი როგორც ინსპირაცია და მაგალითი ხედავ არ არის ჩვენ შორის განსხვავება პირიქით ესე დასწავლილი უნარებით როგორიც არის ქართული, ინგლისური, რუსული, ფრანგული, საწყისი დონის გერმანული ჩამორჩებიან კიდევაც. შეიძლება ზოგი კომუნიკაციის უნარითაც არ მისწრებს, ან ზოგი მისწრებს, მაგრამ ყველაფერი რაშიც, ესე ვთქვათ, ჩემი აღქმით მჯობდნენ და უფრო წარმატებულები იყვნენ, იყო კომბინაცია დასწავლილი უნიკალური უნარების, ცნობის მოყვარეობის და გამბედაობის, რომ მე დავიბადე დიდი ცხოვრებისთვის. და მივხვდი, ამას შეძლო, შენ რა გჭირს ელენე, რატო უნდა იყოს სულ დასაქმებული, რატო უნდა იყოს ძიებაში უფრო მაღალი ხელფასის, როცა შეიძლება შენ თვითონ შექმნა ისეთი სივრცე, სადაც შენ იქნები თვით დასაქმებული, ძალიან მაგარ მისიას მოემსახურები, მაშინ მისია ოღონდ არ ვიცოდი რა მქონდა და შენ შეგიძლია დაასაქმო ადამიანები თუ გინდა. დღეს ეგეც არ გჭირდება, ხო? შეგვიძლია AI აგენტები ყავდეს თანამშრომლებად რამდენიმე მიმართულების გარდა განსაკუთრებით თუ ტექნოლოგიების მიმართულებით ვითარდები. აი ეს იყო ჩემი მანიფესტაცია, რომ სხვების ცხოვრება ვნახე. როგორი იყო, დავაკვირდი და მეც მომინდა და მივხვდი, რომ იმან თუ შეძლო, მეც შევძლებ, იმიტომ რომ ღმერთიშვილები ვართ და ადამიანები ვართ და აქედან წამოვიდა მერე ძიება. რომ რა მინდა ვაკეთო, რა არის ჩემი მიზნები. ოღონდ ისეთი მიზნები კი არა, რომ აი სკოლაში შეიძლება გვასწავლონ, აი ამ წელს დაგეგმე, ან შემდეგი 3 თვის მიზანი რა გაქვს. არა, ჩემი მიზანი 10 წლეულებზე, ჩემი მიზნები 92 წლის რო ვიქნები, როგორი ცხოვრება მაქვს, რას ვაკეთებ, როგორი სისავსე მაქვს. და ამ, ესე ვთქვათ, ჩემი გაფართოებული აზროვნებით, რომ ვაუ, ცხოვრება თურმე ესეთი შეიძლება რომ იყოს, დავიწყე მიზნებზე მუშაობა. ოღონდ მიზნებზე ისე არა, აი სტანდარტულად საახალწლოდ ჩაიფიქრე და ის მინდა და რაღაცა არ ვიცი. მოდი ამ მანქანას ვიყიდე. ეგეთ მიზნებზე არა, ხედვაზე, აი რაც არის life vision, ხო? ცხოვრების დიზაინი, ჩემი საყვარელი თემა და ყველას გირჩევთ რომ გააკეთოთ თქვენი ცხოვრების დიზაინი. თვეობით ვმუშაობდით ჩემს ცხოვრების დიზაინზე, როგორც აი ინტერიერის დიზაინი ამუშავებს კარგ დიზაინს და სად იყოს, ონკანი სად იყოს, განათება, აი ესე პიქსელები ვით ვაწყობდი, ფაზლი ვით პიქსელი რა შვია, პრინციპში პიქსელიც ვაწყობდი ჩემი ცხოვრების სურათს. 1 წელზე და 2 წელზე არა 10 წლეულებზე და ეს სულ მუდამ პროცესია. მიდის გადახედვა, წაშლა, დამატება, თამაშია რა, ანუ უნდა შექმნათ თქვენი დიზაინი, როგორი ცხოვრება გინდათ და ითამაშოთ. და როცა უკვე გეცოდინებათ რა მიზნები გაქვთ და ეს სიცხადე იქნება თქვენ ცხოვრებაში, იმდენად მოგინდებათ ამ ცხოვრებით
ცხოვრება, იმიტომ რომ უმეტესობას ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ კარგი და უკეთესი ცხოვრება გვინდა. მან შემოდის უკვე მანიფესტაცია, ნეირომეცნიერებით დადასტურებული მანიფესტაცია, როგორც საშუალება იმისთვის, რომ მივიღოთ ეს ცხოვრება. და საშუალება რისი? საშუალება იმის, რომ ტვინი გამოვირეცხოთ, ნეიროპლასტიურობა გამოვიყენოთ მისი და დავიწყოთ მოქმედება. მანიფესტაცია არაფერია სხვა გარდა იმისა, რომ გაგვიფართოვოს მზერა, დაგვაჯეროს ჩვენი თავი, რომ ეს ცხოვრება ჩვენთვის შეგვიძლია შევქმნათ და ისეთი შესაძლებლობები დავინახოთ, რომელსაც ვერ ვხედავდით, განა არ არსებობდა. უბრალოდ ეგ კომბინაცია ჩვენ შეზღუდულ აზროვნებაში არ ჯდებოდა და ეხლა ჯდება, რადგან ნეიროპლასტიურობით გავიფართოვეთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ცნობიერება და აზროვნება, ხო? და მანიფესტაციას როგორც ანუ ესე ინსტრუმენტს თავისი ინსტრუმენტები აქვს, როგორც ვთქვი, არის მათ შორის პირველი და უპირველესი მადლიერება დღევანდელი დღის და იმ ცხოვრების, რაც უკვე გაქვს. თუ დღეს შენ არ ხარ მადლიერი იმის, რომ ესეთი ფერის თმა გაქვს, სახურავი გაქვს, შენს ქვეყანაში 4-ვე სეზონია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუნდაც რომ სუნთქავ, არ შეიცვლება შენი ცხოვრება უკეთესობისგან, იქნები სულ მოლოდინის რეჟიმში. ანუ პირველი არის მადლიერება, მეორე არის 10 წლეულების სიცხადე და ხედვა ცხოვრებაზე. 92 წლის რო იქნები, რას აკეთებ? როგორი ხარ, აქტიური ხარ, პროდუქტიული ხარ, ფული ისევ შემოგდის, პასიური შემოსავალი გაქვს, ვისთან ერთად ცხოვრობ, როგორია შენი სახლი, სადაც ცხოვრობ, ხო? და ამაში შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ პრაქტიკა, რომელიც არის წერილი მომავლის მეს, ანუ future self letter, ესე ქვია ამ სავარჯიშოს. ინგლისურად იმიტომ ამბობ, არ გამკითხოთ, რომ პირდაპირ თუ დაგუგლავთ, ძალიან ბევრ ტაქტიკას ამოგიგდებთ ამ პრაქტიკების ირგვლივ, მე რომ არ მოყვა, იმიტომ რომ ჩემზე უკეთესად ყვებიან სხვა ადამიანები, ვინც თუნდაც მოიგონეს საერთოდ ეს პრაქტიკები, ან უფრო დიდი ხანია აპრაქტიკებენ, ვიდრე მე და მე მაქვს თან რაღაცა კომბინაცია, ჩემი ფორმულა, რა ინსტრუმენტები მომწონს მანიფესტაციიდან და ეს არ არის უნივერსალური. თქვენთვის უნდა მოიფიქროთ. ჩემ შემთხვევაში ეს არის სიარული ყურსასმენების გარეშე, ანუ გაცნობიერებული სიარული, ფიქრი, ან ფიქრზე უფრო კიდე დაკვირვება გარემოზე და სარბენბილიგზე არა, გარეთ. წერა ძირითადად ჩემს მიზნებზე და ზოგადად თვითრეფლექსია, ზოგადად ნეგატივისკენ და ტრავმები და ვაუ, ცუდად ვარ და ამისკენ წასული არა. გააზრება და ამ გააზრებით პოზიტივისკენ საკუთარი თავის წაყვანა. მადლიერება, რომელსაც მე ადრე ვწერდი თვეობით და ეხლა უბრალოდ წერა აღარ მჭირდება, ჩემი ესე ვთქვათ, სიფხიზლე რო შემოდის გონებაში, პირველი ეგ ირთვება, რომ მადლიერი ვარ, რომ გავიღვიძე და მე მიყვება, რაც ესე ვთქვათ, მომდის თავში და როგორც წესი, ჯერ საბაზისო რაღაცაებით იწყება ხოლმე. პლუს კიდევ მე არ მინახავს, მაგრამ შეიძლება იყოს ესეთი პრაქტიკა, მე მგონია, რომ მე მოვიგონე, მაგრამ ვერ ესე ვთქვათ, დავამტკიცებ ამას და არ მაქვს არანაირი სურვილი. მე ძალიან დამეხმარა, რომ ჩემი ურთიერთობა ჩემს ქმართან იყოს ჩემს იდეალთან ახლოს, თქვენთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს მოსაწონი და რას ვაკეთებ? მე ყოველ დილით მას ან თუ მოვახერხებ ხმამაღლა ისე რომ თვითონაც გაიგოს, ან თუ უკვე გავიდა დისტანციურად ჩემთვის ვლოცავ და ვუსურვებ საუკეთესოზე საუკეთესო ცხოვრებას და ყველა კეთილი და სიყვარული ცავსა და არ ვიცი წარმატებით აღჭურვილი სიტყვებით ვავსებ. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვილზე, მშობლებზე, მეუღლეზე, იმიტომ რომ ჩვენზე გინდა არ გინდა მოქმედებს ჩვენი გარემო და რა თქმა უნდა გვინდა რომ ჩვენ გარემოში ვინც არიან ისინი კარგად იყვნენ, მაგრამ საწყისი ის კი არ უნდა იყოს, მოდი ისე ვიტყვი ხა რომ ეგოტური ხარ და ესენი არ დამაბრალოთ, თუმცა შეიძლება ვარ, ეგეც არ ვიცი. ეს უნდა იყოს განპირობებული პრიორიტეტით შენი თავი.
ანუ შენ იმ ადამიანს ამ ყველაფერს უსურვებ, იმიტომ რომ შენ თავს უსურვებ, ანუ პრიორიტეტში და ფოკუსში ყავს შენი თავი, რომ არ გადავარდეთ გადამრჩენელის და ოღონდ შემიქმარი და შვილი იყოს კარგად და მე არაფერი არ მინდა. ანუ შენ ეს ადამიანი, ვისაც დალოცავ, მისი ფიგურა შენ უნდა ესე ვთქვათ, შენზე უნდა მოქმედებდეს შენს ცხოვრებაზე კარგად და ეს ყველაფერი მისი კი არ არის მარტო, ანუ შენ რო იყო კარგად მაგიტო არის და ძალიან მუშაობს დამიჯერეთ წყვილის შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში სხვა ადამიანზე არ დამიპრაქტიკებია, ჩემზეც და მასზეც. ჩვენ ვირეკლავთ ერთმანეთის სურვილებს და ჩვენ ურთიერთობაში არის სინქრონიზაცია, ჰარმონია, სიკეთე და სიყვარული. ამიტომ აი ერთ-ერთი პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მე მოვიფიქრე. კიდევ არის ვიზუალიზაცია, რომელსაც ეს რაღაცა აი მისტიკური მეებშიც იმეშვებიან, რომ დახუჭე თვალები წარმოიდგინე. ჯერ დაწერე მიზნები და მერე დაწერე როგორ გამოიყურება შენი სახლი, სულ ყველაფერი რაც გინდა და წარმოიდგინე კი ბატონო და დაამატე პლუს ამ დაწერილზე ხმაც ჩაიწერე და მოусმინე საცობში ხარ, არ ვიცი, სამზარეულოში საჭმელს აკეთებ ძილის წინ მოусმინე, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე სანდო ხმა არის ჩვენი ხმა და ფაქტობრივად პროგრამებს წაშლი ძველს, რაც არ შეესაბამება შენი ახალი ცხოვრების დიზაინს და ჩატვირთავ ახალს, მაგრამ მარტო ვიზუალიზაცია არის ფანტაზია. აი დავჯექი და წარმოვიდგინე რა მშვენიერია ჩემი ცხოვრება და მორჩა 3 თვე და რა ვიცი 1 წელი არ მივუბრუნდი, არ დავწერე, არ გავწერე უძრავი ქონების ბაზარზე რა ხდება, რა ფასებია, არ დავათვალიერე სამსახურში ხელფასის მომატება არ ვითხოვე, პერსონალური ბრენდი არ გავაკეთე, ბლოგი არ დავიწყე, არ ვიცი კოუჩინგის საათებზე უარი ვთქვა, მოკლედ არ გავმოძრავდი, ეს არის ფანტაზია და ფანტაზიორი ადამიანები ძალიან ბევრია არიან სოფლიოშიც და საქართველოშიც, ხო? და აი როგორც ჯავახიშვილთან არის თეიმურაზი წიგნის ჭია, რომელიც არ მოქმედებს და იჩაგრება ცხოვრებისგან, ისევე იჩაგრება მხოლოდ ფანტაზიორი ადამიანი და რეალურად ამ ეპიზოდის ჩაწერის მთავარი мотиваციაც ეგ იყო, რომ დაიცავით საკუთარი თავი ისეთი ესე ვთქვათ, კონტენტისგან, რომელიც გეუბნება შენ არაფერი აკეთო, მე მომისმინე და ყველაფერი კარგად გექნება, შეგისრულდება, ან შენ არაფერი აკეთო და მე ფული მომეცი და მე ვიქნები შუამავალი შენსა და სანტა კლაუს შორის. ეს ესე არ მუშაობს. მანიფესტაცია, ანუ ტვინის გამორეცხვის ინსტრუმენტი იწვევს მოქმედებას, ნაბიჯების გადადგმას და შემდეგ დგება შედეგი. თუ გინდათ ურწმუნოთ ამათ ამიძახეთ, თუ გინდათ არ ვიცი, შეიძლება თქვენთვის მუშაობს, მე არც კი მიცდია ისეთი მიუღებლობა და დისტანცირება მაქვს და თქვენთვის თუ მუშაობს, დამიწერეთ კომენტარებში, მართლა მაინტერესებს. მე მანდ მაქვს ერთი პასუხი, რომელსაც ამ ეპიზოდში არ ვიტყვი და კომენტარებში გიპასუხებთ, რატომ მუშაობს. ეგ ისევ თქვენი თავიდან გამომდინარეობს და არა იმიტომ, რომ ვიღაც ადამიანს მიმართეთ იმისთვის, რომ რაღაცა სურვილი აქსრულებოდათ და ფონურად დავამატებ, რომ 7 ნერვული სისტემის გარეშე არაფერი არ იმუშავებს. თქვენ თუ ხართ ყოველდღე რუტინა გადარბენა, კონფლიქტი, მინი კონფლიქტი, ხმამაღალი საუბარი, ირანში ომი, უკრაინაში ომი, იქ რა ხდება, ნეგატივში თუ ხართ, თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება. ცხოვრების სრულება სჭირდება ნეიტრალური და დადებითი ემოციური ფონი, ტალღები და ვიბრაციები, ამიტომ უნდა იზოლაციაში მოიქციოთ თავი მაქსიმალურად, რაც შეიძლება ნეგატიური ინფორმაციისგან და ადამიანებისგან და გაფილტროთ თქვენი წრე, იმიტომ რომ თქვენ ახალ იდენტობას, რომელსაც უნდა ახალი კარგი ცხოვრება, ისინი არ შეესაბამებიან და ერთი საშინაო დავალება არის წერილი თქვენს მომავალ თავს, letter to future self. აქ გთხოვთ დაწეროთ მაქსიმალური ასაკი, რაც წარმოგიდგენიათ. ანუ რომ ხართ, შეიძლება წარმოგიდგენია ადამიანს, რომ 120 წელი იცხოვრებ, მაგრამ ვერ ხედავ. ანუ სადამდეც ხედავ, იქამდე დაწერეთ, როგორია თქვენი დღე, რას აკეთებთ, ორშაბათია მუშაობ, ორშაბათია ვიდეოს წერ, სამშაბათია დაბადების დღეზე მიდიხარ, სახლში სტუმრებს ელოდები და რაღაც ძალიან გემრიელ კერძს აკეთებ ღუმელში, როგორ დაიძინე, რა
გაგეცვა რომ გაიღვიძე, აი მთელი დღე აღწერე შენი თავის, რომელიც ცხოვრობს შენი ცხოვრების საუკეთესო დიზაინს. სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი. იმედი მაქვს რომ სასარგებლოა, იმედი მაქვს რომ მარტივი და გულზე მოსახვედრი, ისე რომ დაიწყოთ манифестირება და შემდეგ უკვე მოქმედებაც იმისთვის რომ საუკეთესოზე საუკეთესო ცხოვრება გქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაგისთვის ვართ დაბადებულები.